მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მე ვარ საბა და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთ-ერთი ახალი ნაკეთობა კუკრის სტილის დანა. პატარა ვიდეოები კი მაქვს ჩაწერილი აი ამ მაჩეტეზე, მაგრამ ეხლა მინდა ცოტა ცლად ჩავწერო და გაჩვენოთ კიდევ რამოდენიმე ტესტი აი ამ ჩვენი მაჩეტეთი. ხო, პირველ რიგში მინდა გითხრათ მახასიათებლები რა ფოლადი არის. ეს არის ლეგირებული ფოლადი 9F-ი, დიდი ალმასის ქვები არის, დიდი ალმასის პირები არის ქვისაჭრელი, ვინც იცით. ხო და მისგან არის მაგხერხისგან არის დამზადებული. ხო, რა თქმა უნდა, სრული თერმოდამუშავება აქვს, რა თქმა უნდა. დარბილება, ნორმალიზაცია, წრთობა და შემდეგ მოშვება, რა თქმა უნდა. ხო, ეს დაყვანა გაკეთებული არის გრინდერით, სწორხაზოვნად. ხოლო შემდეგ არის დამუშავებული კლიპით. ანუ იდეალური სისწორე რომ მიეცა ჩვენი დიდი დანის ფორმას. ხან დანას ვიტყვი, ხან მაჩეტეს ვიტყვი. არ მიწყინოთ მაგის გამო. ხო. ტარი არის აკრილი. ძალიან მაგარი მასალა არის, შეიძლება ბერმა იცით, შეიძლება ბერმა არ იცით, წყალგამძლე არის, რა თქმა უნდა. და ტარი დამაგრებული არის, რა თქმა უნდა, ხრახნებზე. ჩემი ყველა ნაკეთობა, რასაც ახლა ვაკეთებ, რა თქმა უნდა, არის გამოყენებადი. ანუ მინდა რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, სრული სიამოვნება მიიღოს ამ ნაკეთობით. ხო, და შესაბამისად ვაკეთებ ყველა ნაკეთობას, რომ იყოს პრაქტიკაში გამოყენებადი, რა თქმა უნდა. ხო, და ესეც ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება და რისი აღნიშნა მინდა. ამ ხრახნებზე მაგიტო მაქვს გაკეთებული, რომ ტარი მარტივად მოიხსნას, თუ გასაწმენდი იქნება გაიწმინდოს და დაეჭირება ჩვეულებრივად და ადამიანი გააგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა. ხო, მოდი ახლა პატარა ტესტი ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ისე ხიჭრაზე. შემდეგ აგერ ბოთლი მიდეს, ბოთლი გავჭრათ. და აბა ვნახოთ. ხეს რა თქმა უნდა მარტივ ვაჭრეს, მაგრამ მე უფრო ძირითადად ბოთლი მაინტერესებს, მაგრამ მანამდე ხე მაინც დავჭრათ, დავჭეხოთ. ავიღოთ ეს და რამე ცოტა ისეთი. თუნდაც ესეთი. ჩაჭრასა დამდიავს. რა თქმა უნდა, ყველა ნედლი არის აბსოლუტურად, ბოდიში ხმელი არის აბსოლუტურად, რომ დიდი ხნის ნადები ტოტები არის. რა თქმა უნდა, ხეს მარტივად უმკრავდება. მოსობაში სადგამიც გატყდა. ეს ფიჭვი იქნება ალბათ. კაი მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჭრის. მოდი ახლა პირდაპირ გადავიდეთ და აი ეს ბოთლი გავჭრათ. ნახოთ, რამდენად მოერევა ჩვენი მაჩეტე აი ამ ბოთლს. ნუ ვიდეოც მაქვს დადებული, აქ ელევსის ხმალიც დავტესტე. იმათ ჩვეულებრივად გაჭრა, მაგრამ ნახოთ აბა ეს ობიექტური ვიქნები, რო თქვა, ძალიან მაგრად მაქვს მეთქი გადალესილი, მოგატყუილეთ, მაგრამ მოდი მაინც ვსწავლოთ. მოგდეთ აბა. ეხლა ვნახოთ, რამდენად მოერევა
ჩვენი მაჩეტე აი ამ ბოთლს. 1 2 წავიდა. ვერაფერიც ვერ უკნა. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ უკნა. ამისთვის გალესვა აუცილებელია. უფრო კარგად გადალესო. ნუ მოკლედ ეს იყო მეგობრებო. სამწუხაროდ ვერ გაჭრა ბოთლი, მაგრამ არა უშავს. ამას აუცილებლად გადავლესო ძალიან მაგრად. უბრალოდ ცოტა სხვანაირი გეომეტრია აქვს და კი შეიძლება სალეს დაზგაზე გაილესოს იდეალურად, სავარაუდოდ ეგრევე იზო. მე ქვაზე მაგ გალესილი, რომელიც ესე ტრიალებს, კუთხე მაგ დაფიქსირებული და ეგრე მაგ გალესილი, მაგრამ სპეციალურ ხელის მექანიკურ სალესზე შეიძლება აი ამ ჩვენი მაჩეტეს გადალესვა და მე უფრო ბევრად მაგარი იქნება. მოკლედ ამის გაზიარება მინდოდა მეგობრებო. კიდე შევხვდებით აუცილებლად შემდეგ ვიდეოებში. გავაკეთებ კიდე სხვა ნაკეთობებსაც. და რა თქმა უნდა, ესე პატარა ტესტ ვიდეოებიც იქნება, რომ ყველაზე საინტერესო მოგეხსენებათ ტესტ ვიდეოები არის. ნუ რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი ტესტ ვიდეოები. გამოყენება ჩემი ნაკეთობების, ანუ კაი გასართობი არის ხანდახან. ხო და მოკლედ თავარია ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ არასოდეს არ გამოიყენოთ რაიმე ცუდ ამბებში. ეგ არის ყველაზე თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. გვაშოროს ღმერთმა ცუდი ამბებისთვის ესეთი ნაკეთობები. სხვა დანარჩენი კიდე გავერთოთ ხოლმე რა. ახლა მე მიყვარს ხოლმე ამით გართობა ეგრე რაღაცების ჩეხვა, ჭრა. ნუ ასწორებს. ნუ მოკლედ მეგობრებო, დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო, გაუგზიაროთ მეგობრებს. ვიცი რომ ბევრს მოსწონს ესეთი რაღაცეები და აუცი შევხვდებით აუცილებლად ძალიან მალე. ნაბადროებით.